საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვარდების რევოლუციის შემდეგ უკანონო ჩამორთეულ სახლში ცხოვრობს, აცხადებენ ახალგაზრდა ადვოკატები. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2004 წელს როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთეული საცხოვრებელი სახლი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადასცეს. ამასთან საკონსტიტუციოს რამდენიმე თანამშრომელმა, რომელთაც უკანონო ჩამორთეული ქონებები გადაეცათ, უძრავი ქონებები გაასქვეშეს, ხოლო ორმა მათგანმა უარი განაცხადა ნების საწინააღმდეგო ჩამორთეულ საცხოვრებლებში დაბინავებაზე. ორგანიზაციამ განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში სარეკომენდაციო წინადადებით საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას უკვე მიმართა. ასევე ინგლისურენოვანი ვერსია უკვე გადაეგზავნა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. დააბრუნე უკანონო ჩამორთეული ქონება. ამ სლოგანით 12 საათზე ახალგაზრდა ადვოკატები გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან მშვიდობიან აქციას გამართავენ. როლანდ ბლადაძის მიმართ ყველა წაყენებული ბრალდება საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა დაუსაბუთებლად ცნოს, ანუ საფუძვლები, რის გამოც აღნიშნული ქონება თავის დროზე აღნიშნულ პიროვნებას ჩამოართვა, დღეს მისი სამართლებრივი ფაქტობრივი გარემოებები აღარ არსებობს, შესაბამისად გიორგი პაპუაშვილი აღნიშნულ ქონებაში უკანონოდ აგრძელებს ცხოვრებას და მისი როგორც კეთილსინისიერი შემძენის საკითხი ეჭვებს იწვევს. მოვითხოვთ, რომ დაუბრუნდეს როლანდი ბლადაძის საკუთარი სახლი, საიდანაც გამოასახლეს მცირეწლოვანი ბავშვები 3. ამას შორის მისი მეუღლეც დატოვეს უსახლკაროდ, მას არანაირი თავშესაფარი სხვა არ გააჩნდა. დღესდღეობით ვითხოვთ ამ სამართლის აღდგენას და მოვითხოვთ ჩვენი საკუთრების დაბრუნებას.